მოგესალმებით არჩევნიდან, მე რადი ვარ და დღეს ჩვენ ვისწავლით თუ როგორ უნდა დავხატოთ ხე მარტივად. ხის ხატვა შეგიძლიათ დავხატოთ რამდენიმე ნაწილად. დღეს ჩვენ ვისწავლით პირველ დონეს, ყველაზე მარტივს, რომელიც პროცესები და კანონებზეა დაყრდნობილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ შეუძლია ამის გაკეთება და რთული ნამდვილად არ არის ერთად ნახოთ ამას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვიწყებთ ძირიდან ხატვას, ოდნავ განიერ ძირს ვიღებთ და ზემოთ ოდნავ ავიწროვებთ. დავიწყოთ ძირიდან ხატვა. გავაკეთეთ დაახლოებით, არ იცოდეთ identურად ერთნაირი გამოგვივიდეს, უბრალოდ მიახლოებული უნდა იყოს ერთმანეთთან. ძირის მონიშნის შემდეგ ვირჩევთ 4 ძირითად ტოტს, რომელიც იქნება მთლიანად ხის მასშტაბზე გაშლილი. ვიწყებთ ერთ-ერთი გვერდიდან, ამ შემთხვევაში მე დავიწყებ მარჯვენა მხრიდან. დაახლოებით ფორმას მოვნიშნავ. რა თქმა უნდა, ეს ერთი ზოლი არ იქნება, უნდა მივცეთ ამას სისქე. ვიწყებთ ზედა ნაწილიდან და ბოლოში აი ესე ვავიწროვებთ. შემდეგ ვაგრძელებთ, ამას უნდა მივაბად. კიდევ ერთი და აქედანვე მოვიყვანოთ და ბოლოში აი ესე დავავიწროვთ. ასე გავაკეთეთ და შემდეგ ბოლოში დავავიწროვეთ და საბოლოო ვიწყებთ ქვემოდან. მოგიეროთ, შეგიძლიათ პირიქით წამოიყვანოთ და შეუერთოთ ბოლო გადაბმის ადგილს. ეს არის ჩვენი ხის ძირითადი მოცულობა. ფორმებს რაც შეეხება, ეს უბრალოდ შემთხვევითობის პრინციპით გავაკეთე, როგორც ხელი წამოვიდა, ისე წავიყვანე, შეგიძლიათ სხვა ფორმებიც, უფრო რთული ფორმებიც, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ ყველაზე მარტივს. რა თქმა უნდა, ხე მხოლოდ 4 ტოტი არ არის, ესენია ძირითადი ტოტები და ეხლა ვიწყებთ გაშლას შემდეგი შედარებით მცირე ზომის ტოტების. რა თქმა უნდა, ამ ძირითად ტოტებს უნდა მივაბად. ერთი, რა თქმა უნდა, სისქეც უნდა მივცეთ შოულები. შემდეგ გავაკეთებთ შემდეგ ტოტზე. სისქეც მივცეთ. შეგიძლიათ რამდენიმე გააკეთოთ. აი ესე. უნდა ვეცადოთ, რომ ხის სიმრგვალი არ დაგვეკარგოს. რაც შეეხება ბოლოს, აი თუ ცოტა ზემოთ მოგიწევთ ტოტის გაკეთება, ცოტათი ვიწრო გააკეთეთ წინასთან შედარებით. დააკვირდეთ, როგორი სიცარიელეები რჩება. ამ სიცარიელეებში შეეცადეთ, რომ შეავსოთ ხოლმე და ერთ მხარეს არ დატვირთოთ მხოლოდ ტოტებით. ეხლა ვიწყებთ პატარა ტოტების მონიშნას და ცარიელ ადგილებში ვსვავთ მაქსიმალურად წვრილ ტოტს. აი მაგალითად, დავიღოთ ეს ადგილი და აქვე ესე მივაყოლოთ. რაც შეიძლება მეტი ტოტი გავაკეთოთ, რომ უფრო რეალისტურს დაემსგავსოს ჩვენი ხე. კიდევ აი აქაც შეიძლება ჩასმა. აქაც შეიძლება მიბმა. ზედა ნაწილი ძირითადად შევსებულია. აი ესე.
ზედა ნაწილი ძირითადად შევსებულია, შეგვიძლია დავიწყოთ უკვე ქვედა ნაწილის შევსებაც. და მაგალითად დავიღოთ აი აქედან. შევუერთოთ აი აქ. ესე. რამდენიმე გაკეთება მოგვიწევს. და ამ ტოტებსაც მივაბავთ პატარა ტოტებს. ქვედა ნაწილი ასე თუ ისე შევავსეთ. ეხლა ვიწყებთ საბოლოო შტრიხს, ეს არის წვრილი ტოტების გაკეთება, რომელსაც პირდაპირ ერთი ხელის მოსმით ვაკეთებთ და არ გვიწევს სისქის მიცემა. მარტივად რო გაჩვენოთ, აი, ეხლა მაგალითად, სადაც სიცარიელი მაქვს, აი ესე პატარ-პატარა ტოტებს ჩავყრი. როდესაც ხის ზედა ნაწილის დახატვას მორჩებით, შეგვიძლია ქვემოთაც გავაკეთოთ ფესვები ოდნავ გამოუჩინოთ, რომ კიდევ უფრო რეალისტური გახდეს ჩვენი ხე და უფრო რეალურს დაემსგავსოს, ოდნავ ვაკეთებთ გაშლას და შეგვიძლია მიწაც უკვე ძირიც გავუკეთოთ, უბრალოდ ბალახებს მოვნიშნავ, აი ესე ალაგ-ალაგ. დასრულდა ჩვენი ხის აგება. ეხლა შეგვიძლია დავიწყოთ გაფერადება. სანამ გაფერადებას დავიწყებთ, შეგვიძლია მოვნიშნოთ, სად გვინდა რომ გავაკეთოთ ფოთლები. ფოთლების ერთობლიობას მოდი პირდაპირ ბუჩქს დავუძახით, პატარ-პატარა ბუჩქებად უნდა დავყოთ. მოდი ავიღოთ მწვანე ფერი პირდაპირ. დაახლოებით ეს ფერი იყოს და უბრალოდ მოვნიშნავთ, სად გავაკეთოთ ჩვენი ეს ბუჩქები, პატარ-პატარა ბუჩქები. შემდეგ დავიწყოთ მოდი ჯერ ფოთლების გაკეთება. ჩვენ რა თქმა უნდა ცალ-ცალკე ფოთლებს არ დავხატავთ, იმიტომ რომ ძალიან პატარა და უამრავია, შესაბამისად შეუძლებელია ესე ცალ-ცალკე ფოთლის დახატვა. ამიტომ ვიწყებთ მთლიანად ერთიანად ბუჩქის გაკეთებას. ავიღებთ ჯერ მუქ მწვანეს. ეხლა ავიღებთ ოდნავ ღია მწვანეს. ხოლო ბოლოს ვიღებთ ღია მწვანეს და ვაფერადებთ ზედა ნაწილს. ეს სამი დონე დაყოფილია, ხოლო ეხლა ვიწყებთ მუქი მწვანით ისევ პატარ-პატარა ლაქების მიცემას. კიდევ შეგვიძლია უფრო მუქი ფანქარი ავიღოთ. შეგიძლიათ შავი აიღოთ. საბოლოო ჯამში
რომ დაასრულებთ ამ პატარ-პატარა ბუჩქების გაკეთებას, შეგვიძლია გავაკეთოთ მუქი მწვანეთი, ესე გადავატაროთ ჭრდილების მხარეს ესეთი შტრიხი. მოკლედ დავასრულეთ ჩვენი პატარა ბუჩქების აგება, ეხლა დავიწყოთ ხის გაფერადება. ხის გაფერადებას რაც შეეხება, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ აქაც ჭრდილები, საშუალო ტონი და განათებული ადგილი. ავიღოთ ყავისფერი. ხე არ არის გლუვი, ანუ პრიალა ზედაპირი არ აქვს. ესეთი რელიეფური ფორმა აქვს, ამიტომ ზოგან მეტად შევდივარ ჭრდილში, ზოგან ნაკლებად. შემდეგ ვიღებთ ოდნავ ღია ყავისფერს. ეხლა ვიღებთ კიდევ უფრო ღია ყავისფერს. და საბოლოოდ ვიღებთ მუქს, თითქმის შავს. შეგიძლიათ პირდაპირ შავიც აიღოთ. აქაც შეგვიძლია შტრიხები გადავატაროთ. დავასრულეთ ჩვენი ხის ხატვა. მეგონი საინტერესო გამოგვივიდა. აუცილებლად შემოგთავაზებთ მეორე და მესამე დონის სირთულის ხეებს. მანამდე თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოგვიწერეთ და ლაიქეთ და დაგვიკომენტარეთ. ეს ძალიან დიდი мотиваცია იქნება ჩვენთვის. მომავალში ძალიან ბევრი და საინტერესო ვიდეოც შემოგიერთდეთ. დროებით.